ეგრეთ წოდებულ ხორის გრიპს კიდევ ერთი ადამიანია მსხვერპლა ვირუსის სიმპტომებით პაციენტი იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 52 წლის როზა გუბელაძე ბაღდადის რაიონიდან იყო, ის საავადმყოფოში 10 დღის წინ მოათავსეს. ბოლო დღეებში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მართვით სუნთქვით აპარატზე შეაერთეს. H1N1 ლაბორატორიულად მას გუშინ დაუდასტურდა. ქუთაისში ხორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომებით ქვეყნის მასშტაბით 239 პაციენტია რეგისტრირებული, მათგან H1N1 194 დაუდასტურდა, მსხვერპლის რაოდენობა კი ქვეყნის მასშტაბით 11-ს აღწევს. სულ ამჟამად 11 გარდაცვლილია, მე-11 იყო ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა დიაბეტი, ანუ ძირითადად სამწუხაროდ ეს ეპიდემია შეეხება იმ ადამიანებს, იქ რთულდება, რომლებსაც ფონური დაავადება აქვთ, რომელიმე ქრონიკული, ძირითადად ასე ხდება გართულებები. შეეხება გრიპის ტალღას, ჯერ კიდევ პრინციპში პიკზეა და თანდათანობით თებერვალის შუა რიცხვებისკენ ალბათ დაიწყებს შემცირებას.